პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს სუსტიდან უწყება დღეს კლინიკაში მიუტანეს. სწორედ ის აღმოჩნდა პირველი, ვისითაც BBC-ს საგამოძიებო ფილმით გაღიზიანებული ოცნება დაინტერესდა. რა კითხვები აქვს მამუკამ დინარაძის უწყებას? ექიმა დეტალები ჯერ არ იცის. თუმცა ჩანაფიქრს საჯარო პოლიტიკური განცხადებებიდანაც მარტივად ხვდება. გამომძიებლების ჩართვა ამ პროცესში რომ მხოლოდ ფორმალობაა. ეს პირადად ქართული ოცნების პრემიერმა დაადასტურა. Როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას სახელმწიფოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება იყოს შეფასებული კრიმინალად, თუმცა მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყების საქმე, მაგრამ ხართ იურისტი, ინტერვიუს მიცემა შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად? ის მიწოდება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ეს შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, ეს თუმცა მე არ ვარ. ექიმები საუბრობენ თავიანთ შთაბეჭდილებაზე, თავიანთი კვლევის შედეგებზე ექიმების შემთხვევაში. შეიძლება კი არ იყო. აი, ექიმების შემთხვევაში ისინი საუბრობდნენ კვლევის შედეგებზე და რატომ არის პრობლემა, რომ კვლევის შედეგები მიაწოდო მედიას? იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული, ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს ექიმა ჩახუნაშვილებმა მათ მიაწოდეს თავიანთი კვლევის შედეგები. რატომ არის ეს პრობლემა? და რატომ არის მით უმეტეს ეს დანაშაული? ეს თუ რა გააკეთეს? თავიანთი კვლევის შედეგები აღწერეს სიმპტომები, რომლებიც გამოუვლიათ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აქციაზე. ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და ყალბი დასკვნები დაადასტურეს, ეს შეიძლება იყოს. საქმიანობას ნიშნავს თუ არა ეს განცხადება მუქარას, რომ კვლევის ავტორი ექიმები, რომლებიც როგორც გაირკვა პოლიტიკური განწყობების გამო ოცნების მთავრობას ეგრეთ წოდებულ შავ სიაში დიდი ხანია ჰყავს, შესაძლოა განსასჯელი სკამზეც აღმოჩნდნენ. ამას კოტე ჩახუნაშვილი არ გამორიცხავს. მასთან ერთად სუსმა გამოკითხვაზე მისი ძმა დავით ჩახუნაშვილი და კიდევ ერთი პედიატრი, კვლევის თანაავტორი გელა ღუნაშვილიც დაიბარა. ყველა მათგანი თანამშრომლობას მხოლოდ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით დათანხმდა. სუსი ჩვენით დაინტერესებული არის იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ხელით ცდილობს, რომ ვითომ თავი აირიდოს, რომ ობიექტურ გამოძიებას ატარებს და ცდილობს დაადგინოს მართლა იყო თუ არა ეს იარაღი გამოყენებული და მეორე მხრივ ცდილობს დააშინოს ის ხალხი, ვინც ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საქმეს აკეთებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ინფორმაციას მოიძიებს, ხალხს ეხმარება, ხალხის დაზარალებულების დოკუმენტირებას ახდენს ოფიციალურად. კვლევის ავტორი ექიმები, რომლებიც BBC-ს ფილმში მოხვდნენ, ფიქრობენ, რომ მათზე თავდასხმით ქართული ოცნება პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს. მათი კვლევის გარეშეც აქციებზე მოწამლული მოქალაქეების ისტორიები საჯაროა. სწორედ ასეთი პაციენტების სიმპტომებზეა ეს კვლევა. ავტორებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დარბეული 70-მდე მოქალაქე გასინჯეს. დღეების და კვირების განმავლობაში დააკვირდნენ, აღრიცხეს ზიანი და სხვადასხვა სახის კვლევებით მიღებულ მონაცემებს თავი სამეცნიერო ნაშრომში მოუყარეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულმა ნივთიერებებმა მათ ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ რამდენიმე საათით ან დღით არ შეუქმნა. ჩვენ იმიტომ ვაკეთებდით ამას, რომ გამოსავალი ყოფილიყო და როგორ მივხმარებოდით პაციენტი თუ იქნება თუ არა მოსახლეობას. ამაში რა არის დასაწუნებელი ან გასაბრაზებელი? აი ვერ ხვდები და აბა რა გითხრათ, ვერ წოდები სიღრმეს. და თუ სტატიას კარგად წაიკითხავენ, ნახავენ იქ რომ იქ აღწერილია შემთხვევები. თუ ჩვენ ეს ნივთიერებას ვერც მოვიძიებდით და მაშინ არც გაგხსენებია ეგა, თორე არ დავალა იმ ნივთიერებასაც შევისწავლიდით, მაგრამ ჩვენ აღწერეთ კლინიკურად. რა იყო და რა სიმპტომები იყო. მეტი არაფერი და ეხლა ამაზე თუ გადაირევიან კი ბატონო. სამეცნიერო კვლევის ავტორების გარდა კიდევ ვისით დაინტერესდება მამუკამ დინარაძის უწყება და არიან თუ არა მათ შორის საგამოძიებო ფილმის ავტორები, უცხოელი ექსპერტები ან ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნები. ამ დეტალების შესახებ ოცნების მთავრობა ჯერ არაფერს ამბობს. BBC-ს ერთ-ერთი მთავარი ინფორმატორი, რომელმაც გამომძიებელი ჟურნალისტები ქიმიური იარაღის კვალზე გაიყვანა, ლაშა შერგელაშვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია, უწყება სახიფათო ნივთიერებების ფლობასა და გამოყენებაში ამხილა. დაასახელა ნივთიერებების კონკრეტული კოდირებული ჯგუფიც. მის მიერ გასაჯაროვებული ფაქტების უარყოფა დღეს ოცნების არც ერთ წარმომადგენელს უცდია. სამიზნი ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველი ექიმები აღმოჩნდნენ. კოტე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ აქვს ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. გამოკითხა რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტი და კვლევა აქვს და ხო გვაინტერესებს კიდევ რა ინფორმაცია აქვს მას.
რაზომებს მიიღებს ოცნების მთავრობა BBC-ს წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს მტრულ საქმიანობაში დებს. პირველ ეტაპზე პარტია მისი დისკრედიტაციის მცდელობით შემოიფარგლა. მედიას, რომლის პროფესიული სტანდარტების დანერგვის საბაბითაც ქართულ მედიას ცენზურა დაუკანონა, დღეს დეზინფორმატორად აცხადებს. შეკითხვებზე საპასუხოდ ფორმულას BBC-ში განუცხადეს, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული სკანდალური საგამოძიებო ფილმი არაერთ წყაროსთან გადამოწმებულ ცნობებზე დგას. Based on our evidence, they now have a hypothesis. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს. სამწუხაროდ ვერ მოგიწევთ ხელს. არა, ერთი წამი მომისმინეთ მაშინ მე შენიშვნა უნდა გავაკეთო. კი ბატონო. თქვენ საერთოდ ხელს არ კი მისმენთ. ბატონო. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დინარაძის უწყებამ გამოკითხვაზე აქციაზე დაზარალებული თათა ხუნდაზე დაიბარა, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია Facebook პოსტით გაავრცელა. პარტია დროას წევრისთვის ჯერ გაუგებარია, რა და რატომ აინტერესებს მისგან სუს. რეალურად მე მასაც ვერ ხვდები რომ რა კითხვა შეიძლება სუში დამისვან, რატო დამეწვა სახე თუ რატო დამეწვა ხელი თუ რატო ვაღებინებდი ორი კვირა თუ აი რა კითხვა უნდა დასვან, მაგასაც ვერ ხვდები და შესაბამისად იმასაც ვერ ხვდები, რატო დაიწყეს ეს გამოძიება ჩვენს წინააღმდეგ და არა ძალოვანების წინააღმდეგ, რომლებმაც რეალურად მოგწამლეს და დაგვარბიეს. მიუხედავად იმისა, რომ სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი კვალიფიკაცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, დაზარალებულებს რომელიმე ძალოვანის დასჯის მოლოდინი არ აქვთ. ოცნების მთავრობის მთავარი ინტერესი საქმის მეორე კვალიფიკაცია, მტრულ საქმიანობაში დახმარება, რაც ჯერ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით განიმარტა და ცნობილი გახდა, რომ BBC-სთვის ინტერვიუს მიცემას ოცნების მთავრობა დანაშაულად მიიჩნევს. The BBC